მოგესალმებით ქართული არაღის მუზეუმიდან. დღეს არის დავითობა, დავითის ხსენების დღეა, მრავალ დავითობას დაგასწროთ ხმელთმა. დღეს არის 900 წლისთავი ხსენების და ლას, აბა რა სიტყვი დავითზე და საერთოდ დავითი რას ნიშნავს? დავითი ნიშნავს რჩეულს. ძალიან საინტერესო პარალელის გავნება შეიძლება ბიბლიურ დავითთან, იმ დიდ დავითთან და ჩვენ დავითთან. რატო? არის რამდენიმე ეპიზოდს მოვიყვან, ისევე როგორც დიდი დავითი, ჩვენი დავით აღმაშენებელიც არანაკლებ დიდი დავითი, ასევე სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოდის სახელმწიფოს სათავეში. ასევე საინტერესო არის კიდე ერთი პარალელი, დავითმა დედაქალაქი გადაიტანა იერუსალიმში. დავით აღმაშენებელმა ქუთაისიდან დედაქალაქი დააბრუნა თბილისში. და ამასთანავე იმ დიდმა დავითმა დაიწყო ღვთის სახლის შენება, რომელიც მის დროს დაიწყო ფაქტობრივად, ესე ვთქვათ, ფინანსური მოიწია, რომელიც მისმა შვილმა სოლომონმა დაასრულა. იგივე ხვდებით ზუსტად დავით აღმაშენებლის ისტორიაში. უდიდესი პიროვნება არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქართველი მეფე, რომელიც ჩვენს ისტორიაში ყოლია და რომელსაც დღესდღეობითაც მისი ესე ვამაყობთ. ილოცავ დავითობას. ერთ რაღაცას ვიტყვი, დავითის დროს გავრცელებული იყო ფირფიტოვანი აბჯრები, ესეთი მუზარადები, რუშისებრი ფარები და სწორი მახვილები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დავითობას, მოგზავნით ქართული არაღის მუზეუმში, სიონის 8 ნომერში, ღვინის მუზეუმის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, ხელით შეეხეთ ნამდვილ იარაღს და კიდევ ერთხელ მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. ამინ.